პროფესორ ჰენებერგს დავლაპარაკებები და მეკითხა მისი მეგობრის შესახებ. მე ასე მკითხა. უთხარი რომ 100 მარკას ვაქირავდი. მე ერთმანეთში სიტყვები გასვანეს და მაღალმა გადამიხადა 100 მარკა. პირველთვის ფული და მითხრა რომ ხვალ გადმოვარდებოდა. გული დავიფშვიდა. გული რომ მომცეს. ჩამიწვი და მაშინ წავედი ჩემს დედაქილ მამამთილთან, რათა მათთვის მომეყოლა ყველაფერი. ასე უჩვეულოდ შემოვიდა ეს კაცი ჩემს სახლში. კაცი, რომელიც ჩემი ბედი უნდა გამხდარიყო. რატომ ჩამოვიდა იგი ასე შორიდან სწორედ ამ დღეს კილში, როცა ჩემი განცხადება გამოქვეყნდა გაზეთში. რატომ აირჩია სწორედ ეს შეთავაზება ამდენ განცხადებაში? რატომ არ იყო შიგნ დღეებში ჩემი ქმარი, როცა ეს კაცი ჩამოვიდა კილში? რატომ მოვიდომა სწორედ მაშინ ოთახების გაქირავება, რასაც ცხოვრებაში ვერ წარაგებია? ამდენი უნივერსიტეტი არსებობს გერმანიაში და რაღა კილში ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, რადგან ასე გვეწერა ომენს. ეს კაცი ჩემი ბედი. მე ეს პირველი ეპიზოდია.